ნება მომეცით გკითხოთ რაღაც, რამაც შეიძლება ცოტა უხერხულად გაგრძნობინოთ თავი. გაიხსენეთ ბოლოს, როდესაც ყველაფერი მიატოვეთ, თქვენი კვება, თქვენი ძილი, თქვენივე მშვიდი მომენტი იმისთვის, რომ ეპასუხათ ვინმესთვის, ვისაც სჭირდებოდით. შემდეგ კი გულწრფელად ჰკითხეთ საკუთარ თავს. როდის იყო ბოლოს, როდესაც იმავე ადამიანმა ყველაფერი მიატოვა თქვენთვის? თუ გახსენება გიჭირთ, მარტო არ ხართ. და თუ საზღურის დაწესების, უბრალოდ ახლა არა, ან ამჯერად როცა მომეხერხება, შევხვდეთ ფიქრი ერთგვარი შიშით აგავსებთ, შიშით რომ ხალხი წავა, რომ ეგოისტი მოგეჩვენებათ, რომ მარტო დარჩებით, მაშინ ის, რასაც დღეს გაგიზიარებთ, შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც დიდი ხნის განმავლობაში გსმენიათ. რადგან არასასიამოვნო სიმართლე, რომელსაც ადამიანების უმეტესობა ვერასდროს აწყდება. თქვენი სიკეთე, თქვენი საიმედოობა, თქვენი ღია გული, ეს არ არის მიზეზები, რის გამოც ხალხს უყვარხართ. თქვენს ბევრ ურთიერთობაში ახლა, სწორედ ეს არის მიზეზები, რის გამოც თქვენ იღენებთ. და სანამ ამ განსხვავებას ღრმა დონეზე არ გაიგებთ, ვერც ერთი თვითდახმარების რჩევა, ვერც ერთი მოტივაციური ციტატა, ვერც ერთი დილის რუტინა ვერ გამოასწორებს იმას, რაც ჩუმად გცლის ცხოვრებას. დღეს ჩვენ განვიხილავთ 9 მეთოდს, 9 ფსიქოლოგიურ და პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომლებიც მარადიულ სიბრძნეზეა დაფუძნებული და დაგეხმარებათ შეწყვიტოთ ყოფნა სხვა ადამიანების ცხოვრებაში მარადიულად ხელმისაწვდომი. მარადიულად მოსახერხებელი ვარიანტი და დაიწყოთ გახდეთ ის, ვისაც ნამდვილად აფასებენ. არ იტანე, არ იყენებენ, აფასებენ. ახლა მინდა, რომ რაღაცაში ნათლად ვიყო, სანამ დავიწყებდეთ. არც ერთი ეს მეთოდი არ ეხება ცივობას, манипуляციას ან თამაშს. ისინი ეხება რაღაც ბევრად უფრო რადიკალურს და გაცილებით რთულს, ვიდრე ეს. ისინი ეხება იმ ისტორიის შეცვლას, რომელსაც საკუთარ თავს უყვებოდით იმის შესახებ, თუ რას იმსახურებთ. გთხოვთ, ბოლომდე ჩემთან დარჩეთ, რადგან ბოლო რამ, რასაც მე გაგიზიარებთ, ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იდეა, რომელიც ამ ყველაფერს აკავშირებს, არის ის, რაც ადამიანების უმეტესობას აკლია. და მისი გაგების გარეშე, აქ ყველა სხვა სტრატეგია მხოლოდ დროებით შედეგს მოგცემთ. დაწყებამდე მოკლე კითხვა, მაინტერესებს, ამჟამად რომელი საათია თქვენთვის და საიდან უყურებთ? დაწერეთ კომენტარებში, მე ყველა წავიკითხე. დავიწყოთ. პირველი მეთოდი არის ის, რასაც შეგვიძლია ვუწოდოთ რეაგირების დროის ტესტი. ჩვენს ჰიპერდაკავშირებულ სამყაროში არსებობს უხილავი სოციალური წესი, რომელსაც ჩვენი უმეტესობა ქვეცნობიერად დაეთანხმა და ის ჩუმად ანადგურებს ჩვენს თვითშეფასებას. წესი ასეთია: თუ ვინმე გამოგიგზავნით შეთხობინებას, დაუყოვნებლივ უნდა უპასუხოთ. თუ არა, რაღაც არ გჭირთ. უხეში ხართ. დისტანციური ხართ. არ გაინტერესებთ. მაგრამ გაჩერდით და დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს სინამდვილეში. ეს ნიშნავს, რომ როგორც კი ვინმე გამოგიგზავნით შეთხობინებას, თქვენი გრაფიკი, ვახშამი, კონცენტრაცია, სიმშვიდე, ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება მათი იმპულსის მიმართ. თქვენ არსებითად გადაეცით თქვენი ცხოვრების დისტანციური მართვა ყველა ადამიანს, ვისაც თქვენი ტელეფონის ნომერი აქვს. და რა ხდება ფსიქოლოგიურად, როდესაც ამას მუდმივად აკეთებთ? ადამიანები წყვეტენ თქვენი დროის ფასეულად აღქმას. ისინი წყვეტენ თქვენი ფასეულად აღქმას. რადგან ყველაფერი, რაც მყისიერად ხელმისაწვდომია, ძალისხმევის, ლოდინის, ხოველგვარი ხახუნის გარეშე, ჩვენ ვწყვეტთ მის ძვირფასად აღქმას. ეს უბრალოდ ადამიანის ბუნებაა. იფიქრეთ წყალზე. ონკანზე ორჯერ არ ფიქრობთ, მაგრამ როდესაც გვალვაა, ხოველი წვეთი წმინდა ხდება. რეაგირების დროის ტესტი მარტივია. ეს ნიშნავს, რომ თქვენ იწყებთ შეგნებული, განზრახული არჩევანის გაკეთებას, რომ მყისიერად არ უპასუხოთ. არა იმიტომ, რომ თამაშობთ, არამედ იმიტომ, რომ იბრუნებთ იმას, რაც თქვენ გეკუთვნით, თქვენს დროს, თქვენს ყურადღებას, თქვენს შინაგან სიმშვიდეს. და რას ავლენს ეს? თუ ვინმე გამოგიგზავნით შემთხვევით შეთხობინებას და პასუხის გასაცემად 3 ან 4 საათი დაგჭირდებათ, ადამიანები, რომლებიც გულწრფელად ზრუნავენ თქვენზე, ისინი გაიგებენ. შეიძლება სიტყვოთი გითხრან, ჰეი, ყველაფერი რიგზია. ისინი არ დაგსჯიან იმის გამო, რომ გაქვთ ცხოვრება. მაგრამ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ თქვენს ფუნქციას აფასებენ, თქვენს სარგებლიანობას, თქვენს მყისიერ ხელმისაწვდომობას, ისინი ძალიან განსხვავებულად რეაგირებენ. თქვენ დაინახავთ იმედგაცრუებას, გაღიზიანებას, დანაშაულის გრძნობასაც კი. მჭირდებოდი და იქ არ იყავი. ცხადია, აღარ გაინტერესებს. ძალიან ყურადღებით დააკვირდით ამ რეაქციებს. რადგან ეს დისკომფორტი, ეს რისხვა შენი მიუწვდომლობის გამო, სიყვარული არ არის. ეს უფლებაა. ეს არის ადამიანი, რომელიც იმდენად შეეჩვია შენი დროის ფლობას,
რომ როგორც კი მის დაბრუნებას ითხოვ, თავს მოპარულად გრძნობს. არსებობს ძველი გამონათქვამი, რომელიც ამას შესანიშნავად აღწერს: შენი დრო შენი ბაღია. და თუ კარიბჭე ყოველთვის ფართოდ არის გაღებული ყველა გამლელი უცნობისთვის, მალე ერთი ყვავილიც კი აღარ დარჩება. რეაგირების დროის ტესტი არ ნიშნავს, რომ თქვენ მიუწვდომელი ან ცივი ხდებით. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ჩუმად და მტკიცედ ადგენთ, რომ თქვენი ყურადღება არის ის, რაც უნდა დაიმსახუროთ, არა მოითხოვოთ. და გაოცდებით, რამდენად სწრაფად ცვლის ეს მარტივი ცვლილება თქვენს ცხოვრებაში თითქმის ყველა ურთიერთობის დინამიკას. მეორე მეთოდს ეწოდება საუბარი არაფერ სასარგებლოზე. ეს მეთოდი პირველზე უფრო ღრმად მიდის, რადგან ის მიზნად ისახავს რწმენას, რომელიც არა თქვენს ჩვევებში, არამედ თქვენს ძვლებში ცხოვრობს. რწმენა, რომელიც ბევრმა ჩვენგანმა ბავშვობაში შეითვისა ამის გაცნობიერების გარეშე. და ეს რწმენა ასეთია: მე მხოლოდ იმდენად ვარ საინტერესო, რამდენადაც სასარგებლო. დაფიქრდით, რამდენი თქვენი ურთიერთობაა აგებული თქვენი ფუნქციის გარშემო. თქვენ ხართ ის, ვინც დიდ რჩევებს იძლევა. თქვენ ხართ ის, ვინც იცნობს ადამიანებს. თქვენ ხართ ის, ვინც ეხმარება პრობლემების გადაჭრაში. თქვენ ხართ ის, ვისაც ყოველთვის აქვს დრო მოსასმენად. ახლა გკითხეთ საკუთარ თავს, როდის იყო ბოლოს თქვენს ცხოვრებაში ვინმე, ვინც დაჯდა თქვენთან და გკითხათ თქვენი შინაგანი სამყაროს შესახებ, არა თქვენი გეგმების, არა თქვენი ექსპერტიზის, არა თქვენი კავშირის შესახებ რაიმე საჭირო რესურსთან, არამედ მხოლოდ თქვენ. თქვენი ბავშვობის მოგონებები. თქვენი მშვიდი ოცნებები. რა გაგრძნობინებთ თავს ცოცხლად? რა გაშინებთ ღამის შუაგულში? საუბარი არაფერ სასარგებლოზე განზრახ ტესტია, მაგრამ ასევე თვითშეფასების აქტი. თქვენ აკეთებთ შემდეგს: საუბარს პრაქტიკულიდან, პროდუქტიულიდან, პრობლემის გადაჭრიდან გადაიტანთ და იწყებთ საუბარს ისეთ რამეზე, რაც მეორე ადამიანისთვის უსარგებლოა. ახსენებთ წიგნს, რომელსაც კითხულობთ და რა აღძრა მან თქვენში ემოციურად. აღწერთ, თუ როგორ გამოიყურებოდა შუადღის შუქი ძველ შენობაზე და როგორ გაგრძნობინებდათ ისეთი რამ, რისი სახელით ზუსტად არ შეგიძლიათ. საუბრობთ ბავშვობის მოგონებაზე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ვინმეს ამჟამინდელ დღის წესრიგთან. შემდეგ კი უყურებთ. ადამიანი, რომელიც გულწრფელად გხედავთ, როგორც ადამიანად და არა როგორც ინსტრუმენტად ჩაერთვება. ისინი ცნობის მოყვარეები იქნებიან. შესაძლოა, სანაცვლოდ გაგიზიარონ ისეთივე დაუცველი რამ. საუბარი ტრანზაქციულიდან რეალურზე გადავა. მაგრამ ადამიანი, რომელიც მხოლოდ თქვენი სარგებლისთვის არის იქ, ისინი მოუსვენრები გახდებიან. ამას მათ თვალებში დაინახავთ, იმაში, თუ როგორ ამოწმებენ დროს, იმაში, თუ რამდენად სწრაფად ცდილობენ საუბრის დაბრუნებას იმაში, რისი გაკეთებაც მათთვის შეგიძლიათ. ეს ნებისმიერი ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი გამოცდაა, რადგან ადამიანურ კავშირში ბევრი რამის გაყალბება შეგიძლიათ, მაგრამ სხვა ადამიანის შინაგანი სამყაროს მიმართ ნამდვილი ცნობის მოყვარეობა, ამის გაყალბება თითქმის შეუძლებელია დიდი ხნის განმავლობაში. ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა გახსოვდეთ. როდესაც წყვეთ სასარგებლო ყოფნას და ადამიანი გშორდებათ, ნუ ეცდებით მის უკან დახევას დახმარებისკენ დაბრუნებით. ეს სიჩუმე, ეს ცარიელი სივრცე, ეს წარუმატებლობა არ არის. ეს დიაგნოზია. ახლა კი იცით, რასთან მუშაობთ. თქვენს ცხოვრებაში შენარჩუნების ღირსნი არიან ადამიანები, რომლებიც მომხიბვლელად მიგაჩნიათ, მაშინაც კი, როცა მათთვის აბსოლუტურად არაფერი გაქვთ შესათავაზებელი. მესამე მეთოდი ყურადღების სარკეა. ჩვენს უმეტესობას აქვს ერთი ურთიერთობა, ან რამდენიმე, სადაც ემოციური შრომის დაახლოებით 80 ის ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ ვეკითხებით, როგორ არიან. ჩვენ ვიმახსოვრებთ დეტალებს. ჩვენ ვაკვირდებით, ვამოწმებთ, ვინარჩუნებთ კავშირის ძაბს. და ჩვენ ვეუბნებით საკუთარ თავს, რომ კარგი მეგობარი ამას აკეთებს. ერთგული ადამიანი ამას აკეთებს. ჩვენ ამას ვამართლებთ, რადგან ურთიერთობის არაოფიციალურად დანიშნულ მომლელად ვიქეცით. მაგრამ აი, რა ხდება სინამდვილეში? მუდმივად მდევრის, ინიციატორის, ემოციური ინვესტორის როლში ყოფნით, ჩვენ მეორე ადამიანს არაფრის კეთებისკენ ვუბიძგებთ. ჩვენ მათ ყოველგვარი სტიმული მოვუხსენით, რომ შუა გზაზე დაგვეხვედრებინა. რატომ უნდა დაგვიკავშირდნენ, როცა იციან, რომ ყოველთვის პირველები ჩვენ დაგვიკავშირდებიან? რატომ უნდა ჰკითხონ ჩვენს ცხოვრებაზე, როცა იციან, რომ ძალიან მოუთმენლად ვეცდებით მათ ცხოვრებაზე ვიკითხოთ? ყურადღების სარკე ურთიერთობის გულწრფელი, დაუმახინჯებელი ასახვის შექმნას გულისხმობს, როგორც ის რეალურად არსებობს. პრაქტიკა მარტივია.
თქვენ იწყებთ თქვენთვის მოცემული ენერგიის შესაბამისობაში მოყვანას, ზუსტად ზედმეტი ინფორმაციის დამატების გარეშე. თუ ისინი ერთ სტრიქონიან შეთხობინებას გამოგიგზავნიან, თქვენ ერთი სტრიქონით პასუხობთ. თუ ისინი მთელ შუადღეს საკუთარ თავზე საუბარს გაატარებენ ისე, რომ ერთხელაც არ გეკითხებიან, როგორ ხართ, თქვენ შეწყვეტთ მათ კითხვას. არა გაბრაზებულად, არა მიზანმიმართულად, უბრალოდ თქვენ ჩერდებით, თქვენ სარკეთ ხდებით. და ის, რასაც ამ სარკეში დაინახავ, ურთიერთობის სიმართლეა. თუ კავშირი რეალური და ორმხრივი იყო, მეორე ადამიანი შეამჩნევს. ის იგრძნობს ცვლილებას. ის ხელს მოგწვდებათ. გითხავთ, რა სჭირს? ისინი ძალისხმევას არ დაიშურებენ. მაგრამ თუ ურთიერთობა მხოლოდ ერთი მხრიდან იქნებოდა რეალური, ის ჩუმად გაქრებოდა. შეთხობინებები შენელდებოდა. შეხვედრები შეწყდებოდა. თავიდან ეს მტკივნეული იქნებოდა, რადგან გექნებოდათ შეგრძნება, თითქოს რაღაცას კარგავდით. სინამდვილეში კი ილუზიას კარგავდით. თქვენ კარგავდით მეგობრობის ფანტაზიას, რომელიც არასდროს არსებობდა. და რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ეს ასევე ერთ-ერთი ყველაზე განმათავისუფლებელი გამოცდილებაა, რაც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. იმიტომ, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ადგილი დაუთმოთ რეალურ კავშირს, სანამ მთელ თქვენს ენერგიას სიცარიელეში ასხამთ. უძველესი სიბრძნე ამბობს, სული საკურთხეველია. და თუ ადამიანი მასში სინათლეს არ შემოიტანს, ნუ მისცემთ მას უფლებას ჩააქროს თქვენი. მეოთხე მეთოდია მხსნელის როლის გათავისუფლება. არსებობს განსაკუთრებული ტიპის ადამიანი, რომელიც კრიზისში მყოფი ადამიანებით არის გარშემორტყმული. და ისინი ყველაზე კეთილი, ყველაზე თანამგრძნობი, ყველაზე გულუხვი ადამიანები არიან, ვისაც კი ოდესმე შეხვდებით. ისინი ასევე ყველაზე მეტად დაღლილები, ყველაზე ღრმად და უსიტყვოდ განაწყენებულები არიან და ყველაზე მშვიდად დარწმუნებულები, რომ თუ ისინი შეწყვეტენ სასარგებლო ყოფნას, არავინ შეიყვარებს მათ. ნაცნობად ჟღერს ეს. მაშველის დინამიკა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ურთიერთობის ხაფანგია. და აი, მისი არსი არიან ადამიანები, რომლებიც შეგნებულად თუ უნებლიეთ იზიდავენ მაშველებს. არა იმიტომ, რომ სურთ გადარჩენა, არამედ იმიტომ, რომ მაშველები უზრუნველყოფენ რაღაც იშვიათ და ღირებულს. უპირობოდ დაუღალავ ემოციურ შრომას. უფასოდ. დაფიქრდით თქვენს ცხოვრებაში იმ ადამიანებზე, რომლებიც, როგორც ჩანს, ყოველთვის კრიზისში არიან. რომლებსაც ყოველთვის სჭირდებათ რჩევა, მხარდაჭერა, მხარი, მომსმენი ყური, საგანგებო საუბარი 23:00 საათზე. და დაფიქრდით ამაზე, როდესაც თქვენ ხართ კრიზისში, არიან ისინი იქ, გეკითხებიან, ამჩნევენ. მაშველის როლიდან გათავისუფლება არ ნიშნავს იმ ადამიანების მიტოვებას, რომლებსაც მხარდაჭერა სჭირდებათ. ეს ეხება იმის აღიარებას, რომ ცარიელი ჭურჭლიდან ვერ გასცემთ. და რაც მთავარია, ეს ეხება იმის აღიარებას, რომ თქვენი მუდმივი ხელმისაწვდომობა, როგორც მაშველის, არავის ეხმარება ზრდაში. სინამდვილეში, ეს შეიძლება ხელს უშლიდეს მათ საჭირო მდგრადობის განვითარებაში. შემდეგ ჯერზე, როდესაც ვინმე თქვენთან მოვა პრობლემით, რომელიც უკვე ჩვევად იქცა, იგივე კრიზისი, იგივე დრამა, იგივე ჩივილი გაუთავებლად, სცადეთ რაიმე განსხვავებული. გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ შეთავაზების ნაცვლად, შესთავაზეთ ყოფნა პროდუქტიულობის გარეშე. თქვით, მე აქ ვარ, გისმენთ, მაგრამ ახლა რჩევა არ მაქვს. მიღებული პასუხი ყველაფერს გეტყვით. ადამიანი, რომელიც ნამდვილად აფასებს თქვენს ურთიერთობას, ამას მიიღებს. შესაძლოა, მათ დააფასონ გულწრფელობაც კი. მაგრამ ადამიანი, რომელსაც მხოლოდ თქვენი ფუნქცია სჭირდებოდა, თქვენი სამაშველო სამსახური, თავს მიტოვებულად იგრძნობს. შეიძლება უკან დაიხიონ, ან უარესი დანაშაულის გრძნობა გაგრძნობინონ იმის გამო, რომ არ შეასრულეთ თქვენი ჩვეული როლი. მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის გრძნობა აღიაროთ ისეთი, როგორიც არის, მექანიზმი. ეს არ არის ნიშანი იმისა, რომ რაღაც არასწორად გააკეთეთ. ეს არის ნიშანი იმისა, რომ თქვენმა საზღვარმა დაარღვია კომფორტული შეთანხმება. ხოლო კომფორტული შეთანხმება, რომელიც მხოლოდ ერთ მხარეს მოაქვს, არ არის მეგობრობა. ეს არის ექსპლუატაციის სისტემები, რომლებზეც ორივე ადამიანი ჩუმად დათანხმდა. თქვენ იმსახურებთ იყოთ ადამიანი თქვენს ურთიერთობებში, არა სამსახური. მეხუთე მეთოდი ნაცნობი მარშრუტის შეცვლაა. ეს მეთოდი საოცრად მარტივი და დამანგრევლად გამჟღავნებელია. დაფიქრდით თქვენს ცხოვრებაში განმეორებად შეხვედრებზე, ვიზიტებსა და შეკრებებზე. ახლა ჰკითხეთ საკუთარ თავს, ვინ ვისთან მიდის ყოველთვის, ვინ ყოველთვის ცვლის თავის გრაფიკს,
ვინ ყოველთვის ირჩევს ადგილს, დროს, დღის წესრიგს და ვინ ყოველთვის აკმაყოფილებს? თუ ამ კითხვების მეორე ნახევარზე პასუხი მუდმივად, ყოველთვის, საიმედოდ თქვენ ხართ, მაშინ მოქმედებდით იმ ჩუმი ვარაუდით, რომ მეორე ადამიანის მოხერხებულობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე თქვენი. და მიუხედავად იმისა, ხმამაღლა თქვით ეს თუ არა, მეორე ადამიანმა ეს გზავნილი ნათლად მიიღო. ნაცნობი მარშრუტის შეცვლა, სიტყვასიტყვით, ცვლილების შეთავაზებას ნიშნავს. თქვენ ძალიან მშვიდად და დრამის გარეშე ამბობთ, რომ ამჯერად გირჩევნიათ შეხვედრა თქვენთან უფრო ახლოს. ან ისეთ დროს, რომელიც უკეთესად შეეფერება თქვენს გრაფიკს. თქვენ თხოვნით მიმართავთ მეორე ადამიანს, რომ თქვენს სასარგებლოდ მცირედი კორექტირებაც კი შეიტანოს. და თქვენ უყურებთ. ადამიანი, რომელსაც გულწრფელად სურს თქვენი ნახვა და არა უბრალოდ თქვენი მოსახერხებელი ვერსია. ამას ისე დაეთანხმება, რომ არ წარმოაჩინოს. შეიძლება უხოხმანოდ თქვას, რა თქმა უნდა. ან შეიძლება თქვას, რომ ცოტა რთულია, მაგრამ მაინც მიხვდება. საქმე იმაშია, რომ ისინი შეეცდებიან. ადამიანი, რომელიც თქვენს ფუნქციად, მოხერხებულობად, ყოველთვის ხელმისაწვდომ რესურსად აღიქვამს. ამ პატარა თხოვნაზე ისე რეაგირებს, თითქოს ოკეანის გადაკვეთას თხოვეთ. გაიგებთ საბაბებს, გაღიზიანებას, მოულოდნელად დატვირთულ გრაფიკს. ისინი ნათლად დაამტკიცებენ, რომ თქვენი კომფორტი მათი საზრუნავი არ არის. ეს აუცილებლად არ არის მათი ხასიათის ნაკლი. ეს უბრალოდ იმ დინამიკის შედეგია, რომლის შექმნაშიც თქვენ დაეხმარეთ. თქვენ მათ წლების განმავლობაში ადაპტაციის გზით ასწავლეთ, რომ თქვენგან ნულოვანი ხახუნი მოელოდოთ. და როგორც კი პირველად გამოჩნდება ხახუნი, მათ წარმოდგენა არ აქვთ, რა ქნან მასთან. აქ მოცემული სიბრძნე ძველი და მარტივია. ნუ შეამოწმებთ მდინარის სიღრმეს ერთდროულად ორივე ფეხით. დაიწყეთ მცირედით. შეხვედრის ადგილმდებარეობის შეცვლის თხოვნა მცირეა. ეს ძალიან იაფი ჯდება. და მაინც, ის განსაცვიფრებლად ნათლად ავლენს ურთიერთობის საფუძველს. თუ საფუძველი ნამდვილია, ის გაძლებს. თუ ის დამპალია, ის გაიბზარება და უმჯობესია ახლავე გაიგოთ, ვიდრე კიდევ ერთი ათწლეულის შემდეგ, როდესაც ქალაქში მანქანით იმ ადამიანისთვის იმოგზაურებთ, ვინც არასდროს მე-6 მეთოდი ბუნებრივად ეფუძნება მე-5 მეთოდს. შეგვიძლია მას ვუწოდოთ შეხვედრის მოთხოვნის არასასიამოვნო ტესტი. თუ წინა მეთოდი ეხებოდა იმის დაკვირვებას, თუ როგორ რეაგირებს ადამიანი, როდესაც თქვენ ცვლით ნაცნობ ნიმუშს, ეს მეთოდი ეხება დინამიკის თავიდანვე პროაქტიულ შემოწმებას. იქნება თუ არა რაღაც ნამდვილი, თუ უბრალოდ გიწვევენ კიდევ ერთ მოსახერხებელ რესურსად. ტესტი ასეთია: სანამ ნიმუშს დამკვიდრდება, სანამ რუტინა დაიმკვიდრებს თავს, თქვენ აკეთებთ ერთ პატარა, ოდნავ არასასიამოვნო მოთხოვნას. თქვენ გვთავაზობთ დროს, რომელიც თქვენთვის უფრო მოსახერხებელია. თქვენ გვთავაზობთ ადგილს, რომელიც მოითხოვს მცირე დამატებით ძალისხმევას მათი მხრიდან. არა რაიმე ექსტრემალურს. უბრალოდ რაღაცას, რაც გადაგიყვანთ სრული, უპრობლემო ადაპტაციის გზიდან. და აი, რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? ურთიერთობის ან სამუშაო ურთიერთობის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ჩამოყალიბებული ნიმუშები ამ ურთიერთობის უხილავ კონტრაქტად იქცევა. რასაც თავიდან ნორმალურად დაადგენთ, მეორე ადამიანი სამუდამოდ მოელის. თუ ყოველთვის პირველი მიხვალთ, ისინი ელოდებიან, რომ დაელოდებიან. თუ ყოველთვის გადაიხდით, ისინი მოელიან, რომ მოეპყრობიან. თუ ყოველთვის ადაპტირდებით, ისინი ვერასდროს ისწავლიან ადაპტაციას. და სანამ პირობების ხელახლა განხილვას მოინდომებთ, წლები გადის და ორივე დაბნეული და იმედგაცრუებული ხართ ცვლილებით. ერთი არასასიამოვნო მოთხოვნის ადრევე გაკეთება გრძელვადიანი სიბრძნის აქტია. საქმე არ არის სირთულეში. საქმე იმაშია, რომ თავიდანვე დარწმუნდეთ, რომ მეორე ადამიანი თქვენში პრეფერენციების მქონე ადამიანს აღიქვამს და არა შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის მქონე მომსახურებას. და როდესაც ვინმე ამ პატარა უხერხულობას გულწრფელი სიტყვოთი პასუხობს, რა თქმა უნდა, ნება მომეცით თქვენთან მოვიდე, მინდა თქვენი ნახვა, ეს პასუხი ასობით დიდებულ ჟესტზე მეტია. რადგან ეს გეუბნებათ, რომ ამ ადამიანს შეუძლია თქვენი საჭიროებები თავის კომფორტზე მაღლა დააყენოს სულ მცირე ხანდახან. და ეს არის ყველა ჭეშმარიტად ორმხრივი ურთიერთობის საფუძველი. მეორეს მხრივ, როდესაც ადამიანი მცირე უხერხულობაზე იმედგაცრუებით ან გულგრილობით რეაგირებს, ეს ინფორმაცია სერიოზულად მიიღეთ. არა როგორც მიზეზი, რომ დაუყოვნებლივ ჩამოწეროთ ისინი, არამედ როგორც მონაცემი. რადგან ის, თუ როგორ უმკლავდება ადამიანი თქვენს პირველ მცირე უხერხულობას, თითქმის ყოველთვის წინასწარ განსაზღვრავს, თუ როგორ გაუმკლავდება ის ყველა შემდგომ უხერხულობას. მე-7 მეთოდია მცირე წარუმატებლობის აღიარება.
ეს მეთოდი ყველაზე მეტ გამბედაობას მოითხოვს, რადგან ის მოითხოვს თქვენგან ისეთი რამის გაკეთებას, რაც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც ბევრ ჩვენგანს გვასწავლეს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს სამყარო. ის მოითხოვს თქვენგან, რომ ვინმე საჩვენოთ, რომ თქვენ არ ხართ სრულყოფილი. იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ურთიერთობაში თავიანთი ადგილი ქმედითობაზე, სანდოობაზე, წარმატებასა და სიძლიერეზე დაამკვიდრეს. თუნდაც მცირე შეცდომის აღიარების იდეა შეიძლება ნამდვილად საშიშად მოგეჩვენოთ. რადგან სადღაც გულის სიღრმეში ცხოვრობს ეს რწმენა. თუ მე არ ვარ შთამბეჭდავი, მე არაფრის ღირსი არ ვარ. თუ სისუსტეს გამოვავლენ, მიმატოვებენ. და ეს რწმენა, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, ასევე წარმოუდგენლად ადვილად აადვილებს თქვენს ექსპლუატაციას. რადგან ადამიანები, რომლებსაც უნაკლოდ აღქმა სჭირდებათ, დაუსრულებლად იმუშავებენ ამ იმიჯის შესანარჩუნებლად. გასცემენ, მიაღწევენ წარმატებას, შთაბეჭდილებებს მოახდენენ. და არასდროს გაჩერდებიან იმის გასაგებად, დაფასებულია თუ არა ეს ყველაფერი. პატარა წარუმატებლობის ტესტი ასეთია. საუბრისას, ვისაც ეკითხებით ჩვეულებრივად დრამის გარეშე ახსენეთ რაიმე, რაც ცოტა ხნის წინ შეცდით. მცირე შეცდომა გათვალისწინებაში. დავალება, რომელიც დაგავიწყდათ. გადაწყვეტილება, რომელსაც ოდნავ ნანობთ. არაფერი, რაც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. უბრალოდ პატარა, ადამიანური შეცდომა. შემდეგ კი დააკვირდით, რას იზამს ისამით. ადამიანი, რომელსაც ნამდვილად აინტერესებს თქვენ, სიტყვოთი გიპასუხებთ, შესაძლოა შვებითაც კი, რადგან თქვენი პატარა არასრულყოფილება გხდით უფრო რეალურს, უფრო მისაღებს, უფრო ადამიანურს. შესაძლოა, მათაც გაიზიარონ საკუთარი წარუმატებლობა. საუბარი შეიძლება გაღრმავდეს. მაგრამ ადამიანი, რომელიც მხოლოდ თქვენს სრულყოფილ ქმედით, სასარგებლო გარეგნობას აფასებს, არ იცის, რა ქნას თქვენს არასრულყოფილებასთან. შესაძლოა, ისინი დისტანცირდნენ. შესაძლოა, თანაგრძნობის ნაცვლად განსაჯონ. შესაძლოა, დახვეწილად მიანიშნონ, რომ თქვენგან უკეთეს ელოდნენ. და ამ მომენტში თქვენ ისწავლით რაღაც უაღრესად ღირებულს. ისწავლით, რომ ის, რასაც ისინი მიჯაჯულები იყვნენ, არასდროს იყავით თქვენ, ეს იყო თქვენი შესრულება. ეს იყო თქვენს მიერ გაწეული მომსახურება. ეს იყო თქვენს მიერ პროეცირებული სურათი. ეს არ არის სიყვარული. ეს არ არის მეგობრობა. ეს უფრო მეტად ბიზნეს გარიგებას ჰგავს, რომელზეც შეგნებულად არასდროს დათანხმებულ ხართ. თქვენ სრული ადამიანი ხართ. თქვენ გაქვთ უფლება იყოთ არეული, გაურკვევლობაში ჩავარდნილი და ზოგჯერ ცდებოდეთ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თქვენზე ზრუნავენ. თუ თქვენი არასრულყოფილება ვინმეს გარიყვას იწვევს, მისი არყოფნა დანაკარგი არ არის. ეს საჩუქარია. ეს ნიშნავს, რომ აღარ გჭირდებათ დამღლელი შესრულების შენარჩუნება მხოლოდ იმისთვის, რომ ატანინოთ. მერვე მეთოდი არის მარადიული მრჩევლის როლიდან გადადგომა. შეგინიშნავთ ოდესმე, რომ თქვენს ცხოვრებაში გარკვეული ადამიანები მხოლოდ მაშინ გირეკავენ, როდესაც თქვენგან რაიმე კონკრეტული სჭირდებათ. თქვენი ცოდნა, თქვენი კონტაქტები, თქვენი ანალიზი, თქვენი სიმშვიდე კრიზისში. და როდესაც კრიზისი მთავრდება, როდესაც რჩევას მიიღებთ ან უარყოფთ, ისინი კვლავ ქრებიან მანამ, სანამ შემდეგ ჯერზე რამე არ დასჭირდებათ. და შეგიმჩნევიათ, რომ როდესაც ცდილობთ მათთან საკუთარი გამოწვევების გაზიარებას, რაღაც დახვეწილად იცვლება, მათი მოსმენის ხარისხი იცვლება. შეგიძლიათ იგრძნოთ, როგორ ელოდებიან ისინი თქვენს დასრულებას, რათა თემა საკუთარ თავში დააბრუნონ. არსებობს ემოციური გამოფიტვის განსაკუთრებული სახეობა, რომელიც მორიგე მრჩევლად ყოფნას მოჰყვება. ეს არ არის ნამდვილი გაცემის გამოფიტვა. ეს არის გამოფიტვა იმ ადამიანისთვის მომსახურების გაწევისას, რომელსაც ერთხელაც არ უფიქრია გკითხოთ, როგორ ხართ. მრჩევლის თანამდებობიდან გადადგომა არ ნიშნავს უსარგებლოდ გახდომას ან ყურადღების მიქცევას. ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ თქვენს სიბრძნეს, თქვენს დროს, თქვენს ემოციურ შესაძლებლობებს ამას აქვს თავისი ფასი. და თქვენ გარკვეულ ადამიანებს უშვებთ ამ ფასის განუსაზღვრელი ვადით გამოყენებას, ყოველგვარი სანაცვლოდ ინვესტიციის გარეშე. შემდეგ ჯერზე, როდესაც ვინმე დაგიკავშირდებათ, ძირითადად იმისთვის, რომ თქვენგან რაღაც მიიღონ, რჩევა, ანალიზი, კავშირი სცადეთ ეს. სანამ მათ იმას მისცემთ, რისთვისაც მოვიდნენ, გადაამოწმეთ საკუთარი თავი. სთავაზობთ ამას იმიტომ, რომ ეს ნამდვილი კეთილშობილებიდან მოდის, თუ იმიტომ, რომ გეშინიათ, რა მოხდება, თუ ამას არ გააკეთებთ. თუ პასუხი შიშია, მიტოვების შიში, ეგოისტად აღქმის შიში, ურთიერთობის გაქრობის შიში, მაშინ თქვენ უსასყიდლოდ არ გასცემთ. თქვენ იხდით საფასურს იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ ის, ვინც სხვა შემთხვევაში არ იქნებოდა.
და ეს, რაც არ უნდა რთული მისაღები იყოს, არ არის ურთიერთობა, რომლის შენარჩუნება ცხირს. ეს არის შენატანები, რომელშიც იხდით დაპირებულის მიღების გარეშე. არსებობს სიბრძნის ნაჭერი, რომელიც ათასობით წლის განმავლობაში გაძლო ზუსტად იმიტომ, რომ ასეთი ზუსტია. ნუ ისვრით მარგალიტებს მათ წინაშე, ვინც მხოლოდ მიწას ხედავს ფეხების ქვეშ. თქვენი სიბრძნე, თქვენი გამჭრიახობა, თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება, ეს მარგალიტებია. მიეცით ისინი უსასყიდლოდ მათ, ვინც აღიარებს მათ ღირებულებას. შეწყვიტეთ მათი დარიგება მათთვის, ვინც იღებს მათ მადლობის გარეშეც კი. მეცხრე და ბოლო მეთოდი არის შეწყვეტილი ისტორიის ტესტი. ეს არის დახვეწილი. ის მშვიდია. და შესაძლოა, ის ყველაზე გამომჟღავნებელი იყოს. აი, სცენარი. თქვენ საუბარში ხართ, ეუბნებით ვინმეს რაღაცას, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია თქვენთვის, გეგმას, იდეას, ისტორიას, გრძნობას. და ამ ყველაფრის შუაში რაღაც წყვეტს საუბარს. სატელეფონო ზარი, რომელსაც იღებენ, ვინმე, ვინც უახლოვდება, მიმტანი, რომელიც მაგიდასთან მოდის. ძაფი წყდება. შეფერხება გადის. მათი ყურადღება მაგიდაზე, თქვენზე, იმ სივრცეზე ბრუნდება, სადაც თქვენი საუბარი მიმდინარეობდა. გეკითხებიან, სად შეწყვიტე? გეუბნებიან, ძალიან უწუხვარ, ამბობდი ხოლმე, თუ უბრალოდ აგრძელებენ იმ მომენტში თავში მოსულ ნებისმიერ რამეს. თითქოს შენი ისტორია არასდროს არსებობდა. ამ სცენარში ჩვენი უმეტესობა ამას უშვებს. ჩვენ არ ვასრულებთ ამბავს. ჩვენ არ ვახსენებთ მათ, თუ სად ვიყავით. ჩვენ ვეუბნებით საკუთარ თავს, რომ ეს არც ისე მნიშვნელოვანი იყო, ან რომ არ გვინდა, რომ გაჭირვებულები ან ეგოისტები გამოვიყურებოდეთ. მაგრამ აი, რა უნდა გესმოდეთ. ის, თუ როგორ უმკლავდება ადამიანი თქვენს შეწყვეტილ აზრს, პირდაპირი საზომია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის თქვენი შინაგანი სამყარო. ადამიანს თითქმის არაფერი უჯდება იმის თქმა, რომ თქვას მოიცადე, დაასრულე ის, რასაც ამბობდი. ამას 30 წამი და ყურადღების მცირე ნაწილი სჭირდება. და მაინც, ბევრ ადამიანს ამის გაკეთებაც კი არ შეუძლია. შეწყვეტილი ამბის ტესტი ნიშნავს, რომ როდესაც შეწყვეტა გადის, თქვენ უბრალოდ ელოდებით. თქვენ არ აიძულებთ. თქვენ არ ახსენებთ თქვენს ამბავს ხელახლა. თქვენ უყურებთ, რას აკეთებენ ისინი იმ მომენტში. თუ ისინი დაბრუნდებიან თქვენთან, გულწრფელად, ცნობისმოყვარეობით, გთხოვენ გააგრძელოთ, ეს არის ადამიანი, რომელიც გხედავთ. ეს არის ადამიანი, ვისი თანდასწრებითაც შეგიძლიათ უსაფრთხოდ მოიშოროთ მუდმივად საინტერესო, მუდმივად სასარგებლო, მუდმივად შესრულებული აზროვნების ტვირთი. თუ ისინი უბრალოდ წინ მიიწევენ, თითქოს თქვენი სიტყვები არასდროს არსებობდა, შეინახეთ ეს. არა სიმწარით, არა ბრაზით, არამედ სუფთა თვალით. რადგან ადამიანმა, რომელსაც არ შეუძლია თქვენი მხრიდან ერთი წამით შეწყვეტილი წინადადების დატევა, ზუსტად გაჩვენათ, თუ რამდენად დიდი ადგილი დაუთმო თქვენს ყოფნას მის შინაგან სამყაროში. და ახლა თქვენ იცით. მოდით, ეს ყველაფერი ერთად გავაერთიანოთ, რადგან ამ 9 მეთოდიდან თითოეულის ქვეშ რაღაც დევს. ძაფი, რომელიც, თუ გამოგრჩებათ, ამ ყველაფერს манипуляციად აქცევს ცივ, გათვლილ სტრატეგიად. და თუ იპოვით, ამ ყველაფერს საკუთარ თავთან დაბრუნებად აქცევს. ეს მეთოდებიდან თითოეული თვითრწმენის აქტია. არა თვითრეკლამირება. არა თავდაცვის. თვითრწმენის. მიზეზი, რის გამოც ჩვენი უმეტესობა ამ დამღლელ, ცალმხრივ ურთიერთობებში ვარდება, არ არის ის, რომ სულელები ან სუსტები ან გულუბრყვილოები ვართ. ეს იმიტომ ხდება, რომ სადღაც გზაში, ჩვენ საკუთარ თავზე ისტორია შევითვისეთ, რომელიც ამბობდა, მე არ ვარ საკმარისი მარტო. მხოლოდ ჩემი ყოფნა არაფერს ნიშნავს. მე უნდა დავიმკვიდრო ჩემი ადგილი ყველა ოთახში, ყველა ურთიერთობაში, ყველა საუბარში. და ამ ამბიდან გამომდინარეობს, რომ ყველა ქცევა ბუნებრივად მოჰყვება. რა თქმა უნდა, თქვენ მაშინვე რეაგირებთ, ვინ ხართ თქვენ, რომ მათ დაელოდონ? რა თქმა უნდა, ქალაქში მანქანით დადიხართ, ვინ ხართ თქვენ, რომ მათ უხერხულობას უქმნით? რა თქმა უნდა, თქვენს პატარა წარუმატებლობებს მალავთ და არასდროს ავლენთ სისუსტეს, ვის მოეწონებოდა თქვენი არასრულყოფილი ვერსია. ეს ამბავი ტყუილია. მაგრამ ეს არის ტყუილი, რომელიც, თუ არ დაუპირისპირდებით, ჩუმად მოაწყობს თქვენს მთელ ცხოვრებას. დღეს განხილული 9 მეთოდი არ არის ხრიკები. ისინი არ არის ტესტები, რომლებსაც ატარებთ ადამიანებზე, რათა მათი ერთგულება 10-დან შეაფასოთ. ისინი სარკეებია. ისინი გეხმარებიან, ნათლად და იმედის ან შიშის დამახინჯების გარეშე, დაინახოთ, რა არის სინამდვილეში თქვენს ურთიერთობებში. და ისინი სხვა რამესაც აკეთებენ. ისინი პრაქტიკაში იყენებენ იმას, რაც თქვენს ფსიქიკას სასოწარკვეთილად სჭირდება.
საკუთარი თავის პირველ ადგილზე დაყენების და გადარჩენის გამოცდილება. ოდნავ უხერხულობის და მიტოვების არარსებობის გამოცდილება. არასრულყოფილების გამოვლენის და უარყოფის არარსებობის გამოცდილება. რადგან ყოველჯერზე, როცა ამას აკეთებ, ყოველჯერზე, როცა პატარა საზღვარს აწესებ და სამყარო არ მთავრდება, ამ ძველ ისტორიას კიდევ უფრო ამძაფრებ. მას ნელ-ნელა და მტკიცებულებებით ახლით ცვლი. მე საკმარისი ვარ. ჩემს დროს ფასი აქვს. ჩემს ყოფნას რაღაც ღირს. და აი, არაჩვეულებრივი პარადოქსი. როგორც კი გულწრფელად დაიჯერებ ამას, არა როგორც შესრულებას, არა როგორც სტრატეგიას, არამედ როგორც ღრმად განცდილ ჭეშმარიტებას, შენს ცხოვრებაში ყველა ურთიერთობის დინამიკა იწყებს ცვლილებას. რადგან ადამიანებს შეუძლიათ თვითშეფასების შეგრძნება. მათ შეუძლიათ იგრძნონ განსხვავება იმ ადამიანს შორის, ვინც თავდაჯერებულობით გასცემს და იმ ადამიანს შორის, ვინც შიშით გასცემს. და ისინი ამ ორ რამეზე ძალიან განსხვავებულად რეაგირებენ. ისინი, ვინც იქ მხოლოდ თქვენი უსასრულო ხელმისაწვდომობისა და მოხერხებულობისთვის იყვნენ. ისინი მიდიან, რადგან მათ სურდათ თქვენი ვერსია საზღვრების გარეშე. და დიახ, ეს მტკივნეული იქნება. მიეცით საშუალება, რომ მტკივნეული იყოს. გულწრფელად იგლოვეთ, თუ საჭიროა. მაგრამ იცოდეთ, რომ სივრცე, რომელსაც ისინი ტოვებენ, არ არის სიცარიელე, ეს არის ადგილი. ადგილი რაღაც რეალურისთვის. და ის ადამიანები, რომლებიც გულწრფელად გხედავენ, რომლებიც შენსკენ იზიდავენ არა როგორც რესურსს, არამედ როგორც პიროვნებას, დარჩებიან. ისინი შეეგუებიან. ისინი შუა გზაზე დაგხვდებიან. ისინი გკითხავენ შენი შეწყვეტილი ისტორიების შესახებ. გამოჩნდებიან შენს სახლთან მდებარე კაფეში და შენს გვერდით დაჯდებიან შენი პატარა წარუმატებლობის დროს, ისე რომ თავი დამცირებულად არ იგრძნო. ეს ის ადამიანები არიან, ვისთვისაც ადგილს ათავისუფლებ. და ისინი ღირსნი არიან დისკომფორტის ყოველი წამის, რაც სხვა პროცესი გიჯდება. მინდა დაგიტოვო ერთი ბოლო აზრი. ეს არის ყველაზე მარტივი და ასევე ყველაზე რთული. არ არის აუცილებელი დაიმსახურო უფლება, იყო ვინმეს ცხოვრებაში. თუ მუდმივად უნდა იმოქმედო, მუდმივად დაამტკიცო, მუდმივად შესწირო შენი კომფორტი და დრო მხოლოდ იმისთვის, რომ შეინარჩუნო ადგილი ვინმე სამყაროში. ეს არ არის ადგილი, რომლის ქონაც ღირს. ნამდვილი კუთვნილება არაფერს მოითხოვს, გარდა იმისა, რომ შენ წარმოაჩინო საკუთარი თავი. ყველაზე გონივრული რამ, რაც ჩვენგანს შეუძლია გააკეთოს, არის შეწყვიტოს ჩვენი ყველაზე ძვირფასი რესურსების, დროის, ენერგიის, ყურადღების, სიყვარულის, დახარჯვა მათზე, ვინც მათ თავის კუთვნილად მიიჩნევს. და დაიწყეთ ამ რესურსების მიმართვა მათყენ, ვინც მათ მადლიერებით იღებს, ვინც მათ ნატურით გიბრუნებთ და ვინც ხედავს, რომ რასაც თქვენ სთავაზობთ, ჩვეულებრივი არ არის. რადგან ის, რასაც თქვენ სთავაზობთ, ჩვეულებრივი არ არის. ის, რასაც თქვენ სთავაზობთ, თქვენი ყოფნა, თქვენი პატიოსნება, თქვენი დაკავშირების სურვილი იშვიათია. მოეფხარით მას ასე. დაიცავით იგი. და გაუზიარეთ ის მხოლოდ მათ, ვინც იცის, რას ფლობს. სწორედ აქ იწყება თქვენი ნამდვილი ცხოვრება.